ამასობაში ბრიტანეთში შედგა მილიონიანი მარში მიგრაციის წინააღმდეგ. მოდი კადრი ვაჩვენოთ და მე ავხსნათ აი რაზეა საერთოდ საუბარი. მილიონი ადამიანი გამოვიდა. კიდევ ვაჩვენებ სხვა კადრებიც გვაქვს. ანუ ისე მართლაც აი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია ხო ითვლება საქართველოში აი რაღაც 100,000 ადამიანის გამომხატველი ის რა პერიმეტრი და მოინახე რამხელა ხა მთელი ქუჩებია. აქ მართლა იქნება მილიონამდე ადამიანი. ანუ ну მოდი ასე ვთქვათ რა. რუსთაველზე რაც კი ოდესმე შეკრებილა ხალხი, იმაზე ბევრად მეტი ეხლა აქ არის ხო და ახლა რუსთაველზე რბილად რომ ვთქვათ, ბევრად მეტია და ახლა რუსთაველზე იძახიან ხოლმე რომ როცა მართლა გავსებული იყო და ბევრი ხალხი იყო, ეგ იყო 100,000 კაცი. 2012 წლის 100,000 კაცი იყო, ჩემი აზრით 2012 წელს ხო 2012 წელს იქნებოდა. დაახლოებით მასშტაბი არ შეწყვეტილა ჩვეულებრივად ხალხი არის ნაკადი უწყვეტია ხო ხედავთ ეს არის ხალხი რომელიც სიამდვილეში აი ქართველი პროდასავლელები ვისთანაც არ მოდიან ასე ვთქვათ ტანდემში ეგ ხალხია ეს თანამედროვე ქართული მედია ჯგუფებისთვის ეს ხალხი არის ბნელი რეტროგრადი ნაციონალისტი ულტრამემარჯვენე ვისაც უნდა გაუხრიტონ შუბლი ნეგატიური სიძულვილი ჯგუფები. კი. ოღონდ რატო მოხდა ახლა ეს სამხელა გამოსვლა, ეგეც უნდა ითქვას, ხო? ანუ ბრიტანეთში მიგრაციის წინააღმდეგ მემარცხენე იდეოლოგიის წინააღმდეგ არის ეს გამოსვლები და მან რა მოხდა, ანუ აი ამის დეტონატორის ფუნქცია რამ შეასრულა. რამდენიმე რაღაცა იყო. ერთი ამ აქციის წინ, ჩარლი კირკი რომ მოკლეს ამერიკაში, ეგ ძალიან დიდი რეზონანსული მომენტი იყო, ეგ ერთი. მეორე, ინგლისში იყო უზარმაზარი ესეთი ხელვარება, ინგლისის დროშებს კიდებდა ხალხი ქუჩაში. ანუ კარგად რომ გააცნობიეროთ, აი საქართველოს დროშა რო ჩამოკიდო შენ და პოლიციამ, მუნიციპალიტეტმა და ვიღაცა მიგრანტებმა რო ჩამოხევა, დაიწყო რომ ეს ნაციონალიზმი, ეს არის ძულვილი, ნუ კიდევ დროშებს, აი ეგეთი რაღაცა რომ მოხდეს საქართველოს დროშა დაკიდებოდა. ეგ ხდებოდა ინგლისში. და კიდე ძალიან საინტერესო ის იყო. ერთ-ერთი კომედიანტი იყო, რომელმაც Twitter-ში დაწერა რაღაცა ხუმრობები ამ LGBTQ ტრანს რაღაცა ამ ალფაბეტის ხალხზე რა. და გამოფრინდა მერე ბრიტანეთში ჩამოფრინდა, იქ დახვდნენ პოლიციელები, წაიყვანეს და სანამ სასამართლო არ იქნებაო, Twitter-ზე წერა აუკრძალეს ტიპს. ანუ სიტყვის თავისუფლება, აი, ფოთაშორის ოცნებამ, აი, ეს აიღო ბრიტანული მოდელი აიღო, ყველაზე კვერცხობა რაც კი ყველაზე deep state-ური რაც კი არსებობს. აი, ამერიკელები რო გაგიჟდნენ, რომ თქვენ ხალხო, ცუდად ხო არა ხართ ეგრე როგორ შეიძლებაო, ეგ გადმოაკოპირა აქ ქართულმა ოცნებამ. ჩვენ ხალხი რავი ყელში ამოვიდეთ რა. რომ ვიცოდეთ, ზოგადად ახლა ჩვენთან ხომ არც ერთ მედიას არ გაუშუქებია ეს. აი, TV პირველი ფორმულა, საერთოდ არ უხსენებიათ, კაცო. ანუ ლონდონში გამოვიდა მილიონი ადამიანი. ასეთი აქცია არ ყოფილა, რა ვიცი, ათეული წლები. მთელი დასავლეთი ამაზე საუბრობს. ილონ მასკი სიტყვით გამოვიდა იქ, ჩაერთო. ერთ-ერთი ნიშნულოვანი ამბავია, რომელიც გამოხატავს ზოგადად ტენდენციებს. დასავლეთის ტენდენციები. დასავლეთში ხალხი საითკენ წავა და ხვალ ვინ მოვა მან ძალაუფლებაში, რაც გარდაუვალია, ვერავინ ვერ გააჩერებს მაგ ხალხს. გასაჩერებელი უკვე მოხდებოდა, ანუ გაჩერება, როცა შეეძლოთ, გააჩერებდნენ, სადეს, მაგრამ ვერ გააჩერეს. და
და არავინ არ აშუქებდა ამას, არც ერთი ლიბერალური მედია. რატომ? იმიტომ რომ არ აწყობთ. რომ ეს დაანახონ, იმიტომ რომ აქაურ ლიბერალებს ხო იმას უყვებიან, რომ დასავლეთში ეხა რაღაც ლიბერალური ეხლა ამათ მიიღებენ. ეს ამათ მიიღებენ, ხო, ამათ ამ ლიბერალებს მიიღებენ იქ და სიამოვნებაში ეს ხდება დასავლეთში. დასავლეთში იმარჯვებს კონსერვატიზმი. ეს გარდაუვალი პროცესია და რატო იმარჯვებს? მოდი მაგაზეც ორი სიტყვით მაგსაკითხად შევეხოთ. აი მაგალითად, ვინც ეს მსვლელობა დაორგანიზა, მაგ ადამიანს ქვია ტომი რობინსონი. შესაძლოა სოციალურ ქსელებში ვიცნობ, წლების განმავლობაში რაღაც მიმოწერებიც ჰქონია. ჩვეულებრივ ჩვენნაირი ადამიანი იყო, არა, აი როგორ ჩვენ წლების წინ დავიწყეთ, აი ზუსტად ეგრე, ბლოგერი იყო, რაღაც სტატიებს წერდა, მე პატარა რაღაც ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც ებრძოდა აი ამ უკანონო მიგრაციას. და ბრიტანეთში, ლონდონში ეს პრობლემა იმდენად მკვეთრად დგას, რომ უკვე მაღალჩინოსნები ინიშნებიან პაკისტანელები და ინდუსები. ეხლა მაგალითად ამას წინათ შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნეს პაკისტანელი ქალი, რომელმაც ფიცი დადო ყურანზე. და ერთ-ერთი პირველი ინიციატივა მაგისი რა იყო, იცი? ტერორისტს იწყალებენ, რომელმაც იქ ტერაქტი მოაწყო და ათეულობით ადამიანი შეეწირა მაგის ტერაქტს. შენ ისე რობინსონთან რა წლებში ქონდა კომუნიკაცია? აი, უფრო აი 18-17 წლებში, როდესაც იქოქებოდა, ხო, აი, საინტერესო, საკმაოდ პოპულარული ჩვენი აქტივობის დაწყებასაც ძალიან ემთხვევა იქ, ხო? მაგ პერიოდში იწყებოდა ზოგადად კონსერვატიული აქტივობა. მაშინ იწყებოდა. ჩვენი აქტივიზმი და იმ ადამიანის აქტივიზმი ძალიან გაავს, ახლა ჯერ მილიონი ადამიანი ვერ გამოვიყვანეთ ჯერჯერობით. არც არის მან არც საქართველოს მაგის. ნუ ჩვენც ახლა ერთ ადგილზე არ ვდგავართ. ხო და უყურეთ რატოა ეს მნიშვნელოვანი. ამ ადამიანს წლების განმავლობაში აკენსელებდნენ, სოციალურ ქსელებს უუქმებდნენ. უამრავი პროვოკაცია, მისი გაშავების, მარგინალიზაციის მცდელობები, დაპატიმრებები, კაცო, თავდასხმები, რა არ გაუკეთეს ამ ადამიანს. აი რა არ დააბრალეს კრემლის აგენტობა, რასისტობა, მოძალადეობა. აი ტომი რობინსონი არის, ნუ რაღაც იქაური ლიბერალებისთვის რაღაც უხსენებელი ფიგურა. და თუმცა შეუპოვარმა ბრძოლამ ადრე თუ გვიან მოიტანა ეს შედეგი და როგორი რაღაცა იცით? საჯორის ამას წინათ ინტერვიუ ქონდა ტომი რობინსონს ერთი 4 დღის წინ ამ სანამ ეს სველობა მოხდებოდა და უსმენდი რა, მაინტერესებდა აი მისი რაღაც პოზიციები და აი რაღაც შემზარავ ისტორიებს ყვებოდა, რომელიც ეხა ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო, იმიტომ რომ მე თვალს ვადევნებ ამ ევროპაში მიმდინარე პროცესებს და ვიცი ეგ, მაგრამ ისეთი დეტალები მოყვა, რომ აი დაუჯერებელი ჩანს, არა და სიმართლეა. აი მაგალითად ლონდონში და ბირმინგემში და უფრო ეგეთ ქალაქებში, ბირმინგემი და პატარა შედარებით პატარა ქალაქებში. პაკისტანელების 200 კაციანი ჯგუფი იყო, რომლებიც წლების განმავლობაში მცირე წლოვან გოგონებს აუპატიურებდნენ. პოლიციამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს იცოდა, სკოლამ იცოდა, ყველამ იცოდა. ანუ ეს ბავშვები მიდიოდნენ, მშობლებს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვები მიდიოდნენ, მასწავლებლებს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვები 13-12 წლის ბავშვებზეა საუბარი. ეს ბავშვები მიდიოდნენ, პოლიციელებს ეუბნებოდნენ, მაგრამ ყველა თვალს ხუჭავდა, ეს წარმოუდგენელია, ხო? მაგრამ ლიბერალიზმმა მიიყვანა აქამდე მდგომარეობა იქ, რომ ხალხი გაგიჟდა ბოლოს. და ერთ-ერთი ბავშვის ინტერვიუ იყო მე მაგან ჩააგდო ლინკი და ანუ ეს ბავშვი რას ყვება, უბრალოდ როგორ ჯოჯოხეთური მდგომარეობა. ეს მიგრანტები და პაკისტანელები, ვინაიდან მათ სისტემა, სახელმწიფო და იქაური იდეოლოგია იცავს, ანუ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. ამ ბავშვებს უბრალოდ აშინებდნენ
წარმოიდგინე 12 წლის ბავშვს ეუბნებიან რომ ეხა შენ ჩემთან წამოხვალ, თორე მოკლავ. და ეს ხდება სისტემატიურად, ეს მისი მეზობელია, ან სადაც სკოლა იქვე მოძრაობს ეს პედოფილი. ყველა მიცის დარაჯმაც იცის და პოლიციელმაც იცის, მაგრამ ვერ კიდებს ხელს, იმიტომ რომ ნუ მულტიკულტურიზმია, რაღაც ლიბერალური ღირებულებებია, ეს ხალხი გჭირდება ჩვენ იაფი მუშახელი და ამ შემდეგ. და ბავშვი როგორ დაიცავს თავს, ხო, ეხლა თუ სისტემისთვის რაღაცა ნებადართულია, ეს ამ ბავშვს აშინებდნენ და წლების განმავლობაში ამ ბავშვებს აუპატიურებდნენ. წარმოუდგენელი რაღაცეები ხდებოდა. და ეხლა ეს ისტორიები ნელ-ნელა სკდება. ეხლა ის ხალხი მერე რომ ძალიან რო გახმაურდა ეს ამბავი თითქოს და დაიჭირეს, მაგრამ რაღაც ისეთი ფორმალური სასჯელები მიუსაჯეს და იმდენად აუტანელი გახდა ამ ლიბერალური დღის წესრიგის შედეგად იქ ცხოვრება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ასევე ცოტავდება, მაგალითად ლონდონში მხოლოდ 30%-ია ინგლისელი. ანუ ლონდონის ბრიტანეთის დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 1/3-ია ინგლისელი და ყელში ამოუვიდა ამ ხალხს. და ეგრე იქნება მთელ ევროპაში, როგორც ყელში ამოუვიდათ ამერიკელებს იგივე ამერიკაში და ტრამპი მოიყვანეს და ჩვენ ეგრევე გეუბნებოდით, როგორც კი ხოდაშორის აი ვისაც იმ გადაცემასაც გეტყვით, ინაუგურაციის დღე რო იყო 20 იანვრის ინაუგურაციის დღე ტრამპზე რო საუბრობდით, იქ თქვით, რომ ტრამპის მოსვლა ავტომატურად გამოიწვევს ტრამპის ეფექტს, ანუ კონსერვატიზმის ექსპორტს დასავლეთ სამყაროში, პირველ რიგში ევროპაში. და ამას ვადევნებ თვალს. 5-10 წელიწადში ყველა ევროპულ ქვეყანაში მთავრობაში მოვლენ კონსერვატორები. ეს არის გარდაუვალი პროცესი. როგორც 90-იანებში გარდაუვალი იყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება და საბჭოთა ამ ბლოკის და ვარშავის პაქტის ქვეყნების ჩამოშლა. ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ჩვენც, ტრამპს შემთხვევით არ ეძახიან ამერიკელ ელცინს. ანუ იმაში ელცინმა თუ საბჭოთა კავშირი დაშალა და საბჭოთა ბანაკი ტრამპი შლის გლობალიზმს. და ახალი ფორმაციის იდეოლოგიურ პოლიტიკურ შინაარს, როგორც ამერიკაში ამკვიდრებს, ასევე ცხადია ცდილობს და ხელს უწყობს ამის გავრცელებას ევროპაშიც და ამასობაში ჩვენ რას ვაკეთებთ? ეგ მაინტერესებს მე. ჩვენ წარსულში უნდა ჩავრჩეთ? საქართველოში ეხლა არის ყველაზე მეტად ეს მიგრაციის პრობლემა პიკში ასული. ანუ აი ამ ბოლო წელს, ბოლო დროს რა დონეზე ციცულება სურათი საქართველოში ასე არასდროს არ ყოფილა და ეს ქართული ოცნება ისეთ განცხადებს აკეთებს და ისე ლაპარაკობს, რომ ეს სურათი კიდევ და კიდევ უფრო უნდა გაუარესდეს, არავინ ამის გამოსწორებას არ აპირებენ ესენი. ანუ აქ მნიშვნელოვანი რა არის, იცით? სინამდვილეში რაც დასავლეთში ხდება, დასავლეთში რაც უარყოფითი მოვლენაა, რაც დასავლეთიდან ყველაფერი ცუდი რაც მოდის, მაგის გადახედვა იწყება თვითონ დასავლეთში. ანუ მაგის კრიტიკა, მაგის უკუ რეაქცია ხდება თვითონ დასავლეთში. და საქართველოში ყველაფერი რაც ცუდია, ის ხო მივიღეთ. და რაც იქ ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ აი გამოსწორებისკენ, მაგასთან საერთოდ კავშირი არ გვაქვს. ეგ არის მთელი უბედურება. მე რა მაინტერესებს, იცი, აი ხელისუფლება არც კონსერვატორია და არც არაფერი. ხელისუფლებას იდეოლოგია არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება თვითონ იყოს კარგად. ეგაა მაგათი იდეოლოგიაც, რელიგიაც და ყველაფერი. და მაგიტომაც ადვილად გუშინ ერთს ამბობდა, დღეს სხვას ამბობს, ზეგ კიდე უფრო სხვა სიტყვის, ანუ მისთვის პრობლემა არ არის, აი ზურას უყვარს ეგ მაგალითის კინემატოგრაფიული მაგალითის მოყვანა, მუმიაში როა პერსონაჟი, ხო იცი? ბენი. ყველა რელიგიის სიმბოლიკა რო აქვს. ეგაა ქართული ოცნება.
მაგრამ ქართული ოცნება ხო არის კაცო მარტო ამ ქვეყანაში ხო საზოგადოების ასევე სხვა ფრთაც არსებობს, ლიბერალები არსებობენ, რომლებიც არიან ჩარჩენილი 1991 წელს. ანუ 40 წელი გავიდა და ეს ხალხი თუთიყუშივით იმეორებს ჩამორჩენილ, დრომოჭმულ, არაარსებულ საკითხებს. კაცო, მილიონი კონსერვატორი გამოდის იმაში ლონდონში. ეგ ხალხი ხო არისო ლიბერალი? მაგაზე ხო თან ხვდებით? ტომი რობინსონი ხო არ არის ლიბერალი, ვინც მილიონი ადამიანი გამოიყვანა ლონდონის ქუჩებში? და ლიბერალებს დღემდე ჯერათ რომ ევროპაში გაიმარჯვებს ლიბერალიზმი, თვითონაც მერე მაგ ლიბერალიზმის და მაგ ოჯახის წევრები გახდება. სხვა სიტყვებით რას ნიშნავს ეგეც დავამატოთ? ანუ კონსერვატიზმის გამარჯვება ევროპაში. ეგ ასევე იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ ევროკავშირის იდეა, აი ეს ნატოს იდეა, რომელიც წარმოდგენა აქვს საქართველოში ლიბერალებს, რომ აი ჩვენ როდესღაც შევალთ, მაგის დასრულებას ნიშნავს. ანუ ევროპაში კონსერვატიული შეხედულებების გამარჯვება, აი ტრამპი რატო არ მოსწონს ქართველ ლიბერალს? იმიტომ რომ ტრამპიც თავის იდეით მაგ მოცემულობის დასრულებას გულისხმობს. ევროპაშიც ეგეთი ადამიანების გამარჯვება გულისხმობს, რომ საქართველოს არავითარი ეს რაღაცა გლობალისტური პროექტი თითქოს ყველა შევა ამ ევროპაში ეგ დამთავრდება, მეგობრებო. პირიქით დაიწყება იქიდან იმ მიგრაციის პრობლემის მოგვარების ეპოქა, როცა გამოყრიან ხალხს. ეგ ანუ რადიკალურად საპირისპირო მიმართულებაზე გადავა ევროპა. ამიტომ მაგას თვალი ნაციონალიზმის ეპოქა დაიწყო. კი, მაგას თვალი უნდა გაუსწოროთ, მეგობრებო. ეგ არ არის ისეთი რაღაცა, ჩვენ ყოველთვის გვიწევს ამის ლაპარაკი რეალობის აღწერა და ვიღაცებს არ მოსწონთ ეს რეალობა, რაღაც ზღაპრები ურჩევნიათ და მე ჩვენზე ბრაზდებიან ხოლმე ზღაპრებში რატო გვიხამებთ ზღაპრებს? არა, ჩვენს მიმართ პრეტენზია რა იცი, თქვენ ეგ გინდათ? ხო, ჩვენ თითქოს ეგ გვინდა. არა, მე მაგალითად მინდა რომ კონსერვატიზმმა გაიმარჯვოს. უბრალოდ ჩემი მინდა ამჯერად ემთხვევა რეალობას. მე რაც მინდა ეგ მოხდება. მაგრამ საერთოდ რა არის? დასავლეთთან მაგალითად აი დასავლეთი რო გამოსწორდეს, დასავლეთი რო კარგი იყოს, მე დარწმუნებული ვარ ეს ლიბერალები დასავლეთ ეგეთი დროც მოვა. ეს ლიბერალები დაიწყებენ ევროპის ლანძღოს და ჩვენ ვიტყვით რომ რასეთში გაანები დაემსგავსა, კაი ნორმალური ხალხია რა, რატო ლანძღვა. მასეთი დრო მოვა.